მოდით ვისაუბროთ ცოტა უფრო მეტი ამ ზოლზე, რომელიც არის ხელსაწყოების ზოლი, ინსტრუმენტების ზოლი თუ ბრძანებების ზოლი, როგორც დაუძახებთ მას. ხედავთ, რომ ეს ზოლი დაყოფილი არის სხვადასხვა სექციებად, თავის სახელიც აქვს, ფონტი, alignment-ი, ნომერი და ასე შემდეგ. სადაც ბრძანებები დაყოფილია გარკვეული ლოგიკური ჯგუფობრივობის მიხედვით. ზოგ შემთხვევაში მარჯვენა ქვედა კუთხეში არის ასეთი ნიშანი, ხოლო ზოგ შემთხვევაში არა. Ამ შემთხვევაში თუ ბრძანებები არ დაეტია ამ სექციაში, მაშინ შეგვიძლია დავაჭიროთ ამ პატარა ღილაკს მარჯვენა კუთხეში და გაჩნდება დამატებითი უჯრა, სადაც შეგვიძლია ვნახოთ კიდევ უფრო მეტი ბრძანებები და ჩავატაროთ უფრო მეტი ოპერაციები მოცემულ უჯრაზე. ასეთი ბრძანებების ზოლი გვაქვს რამოდენიმე და რომელიც დაყოფილია ტაბებად, როგორც უკვე ვიცით. შემდეგი ტაბი არის insert-ი ტაბი, ანუ ჩასმის ბრძანებების ზოლი, საიდან შეგვიძლია ჩავსვათ სურათები თუ სხვა ობიექტები, რომელსაც აქ ხედავთ ჩამონათვალში. შემდეგი არის გვერდის განლაგების, საიდან შეგვიძლია შევცვალოთ კიდეები, ორიენტაცია, ზომა და ასე შემდეგ. შემდეგი არის ფორმულების ზოლი, რომელიც ეხება რა თქმა უნდა გამოთვლებს და ფორმულებს. შემდეგი არის მონაცემების ზოლი, სადაც შეგვიძლია დავალაგოთ ჩვენი ინფორმაცია და გავუფილტროთ. შემდეგი არის განხილვის ზოლი, იმ შემთხვევაში თუ დოკუმენტზე მუშაობს რამოდენიმე ადამიანი, სადაც ემატება კომენტარები, შესწორებები თუ ასე შემდეგ. ხოლო შემდეგი არის ხედვის ზოლი, საიდან შეგვიძლია შევცვალოთ თვითონ ამ ფურცლის გამოსახულება მასზე მუშაობის დროს. დოკუმენტში შეიძლება იყოს როგორც ტექსტი თუ ციფრები, ასევე შეიძლება იყოს სურათიც. თუ დავაჭერთ სურათზე ხელს, ვნახავთ, რომ დაემატება დამატებითი სურათის ინსტრუმენტების ზოლი, სადაც არის ზუსტად ეს ბრძანებები სურათზე სამუშაოდ და მის დასარეგულირებლად და ჩვენს მოთხოვნებზე მოსარგებლად. იმ შემთხვევაში, თუ გვინდა მაუსის გარეშე გამოვირჩიოთ რაიმე ბრძანება, მაშინ შეგვიძლია კლავიატურაზე დავაჭიროთ Alt ღილაკს და ზევით გაჩნდება ჩამონათვალი დამატებითი ასოების. თუ გვინდა მაგალითად შევიდეთ Insert tabში, დავაჭერთ კლავიატურაზე N ღილაკს და ვნახავთ, რომ გადავალთ ამ Insert tabში. ხოლო დამატებითი შემდეგი ბრძანების ამორჩევა მოხდება იგივენაირად შესაბამის ასოზე ხელის დაჭერით. თუ რაიმე შეგვეშალა, ან გვინდა უკან გამოსვლა, შეგვიძლია დავაჭიროთ კლავიატურაზე Escape ღილაკს და დავბრუნდებით უკან. ეს ინსტრუმენტების ზოლი Excel-ში თუ სხვა Office პროგრამაში არის ძალიან მოსახერხებელი ჩემი აზრით და კარგი არის ის, რომ თუ ისწავლით ერთ-ერთ მათგანს, თუ ისწავლით Excel-ის ინსტრუმენტების ზოლს, ის ძალიან გავს Microsoft Office-ის სხვა ინსტრუმენტების ზოლს და ამიტომ გაგიადვილდებათ მასთან მუშაობა.